იცით როგორ იკერებოდა საქმეები ბაჩუახალაის წინააღმდეგ? 2014 წელს ჩემთან მოვიდა ადამიანი, გოდერძი ჯოლოხავა, ყოფილი პატიმარი, რომელმაც კამერის წინ ისაუბრა, როგორ ემუქრებოდნენ, როგორ აიძულეს მიეცა ინტერვიუ, მოგვიანებით კი ჩვენება ბაჩუახალაის წინააღმდეგ. ამ სპექტაკლის სცენარისტები იყვნენ მაშინდელი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი. ნახვა უნდა წულუკიანთან ვარ დაბარეულიო, ღამის 7 საათზე ავედით ჩვენ. მინდა გიკავშირ. ეს ირმა ინაშვილი. თვითონ დაგირეკა? კი. შენ ნომერზე? კი. რო ავედით იუსტიციის სამინისტროში. ვის შეხვდით? კაბადონ თეა წულუკიანს. გამომელაპარაკა რაზე ვიჯექი, რამდენჯერ ვიყავი, მასამართლე რაზე ვიყავი. მაგრამ მითხრა, რომ შენ უკან შებრუნებას არაფერი არ უნდა. შენი წარსული ცხოვრებიდან გამომდინარეო, თქვი, რასაც ეს დაწერილი მას მაჩვენებდა ის ირმა ინაშვილი. დავთანხმდი მე, კარგი მეთქი, შეხვდით კბილაშვილსაც პროკურატურაში, მე და ირმა, მაგანაც მითხრაო თეამო, რომ თანახმახარო და იტყვი მასეო და კი მეთქი, პრობლემა არ არის მეთქი და მასე როგორ იყო კონკრეტული საუბარი, როგორ თუ კი როგორც რასაც მანახე დაწერილი. ბაჩუახალაია გეუბნებათ, კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ, ჩვენ მოგცემთ დანასაკ, აგერ არის ოლიგი და მოკალი თუ აღიარებას არ გააკეთებს ეს პატიმარი. არსად არ წამომიღია, მაგით წავიკითხე რამოდენიმეჯერ. და რაღაც ამერე შესტონებს რომ შვედი აპაუზებ და ასეთი ფოტოაპარატი იყო ზუსტად შეიძლება ცოტა პატარა. და მე იმას ვიზამობ, მე თვითონ დავალაგებ რა როგორ. თუ ყავს ფიზიკურად ნანახი ბაჩუახალაი? ახლოდან? არა, მარტო ტელევიზორში.